მაგალითად ახლა ხარ ოთახში. ოთახი არის მაგალითად რა უწოდოთ, ოთახი არის ფოლდერი. კაი? აი ეგრე შეხედე და მინდა რომ ყურადღებით დაიმახსოვრო ახლა რასაც გეტყვი. ყველაფერი ყოველთვის უნდა იყოს საათის მიმართულებით, ანუ მარცხნიდან მარჯვნივ. შესაბამისად, ოთახს გახედე და დააკვირდი საათის მიმართულებით რეები არის შენს ოთახში. იმიტომ რომ ეგენი იქნება ლოკაციები და მინდა რომ 5 ლოკაცია აარჩიო შენი ოთახიდან. თითო ოთახში 5 ლოკაცია აუცილებლად საათის მიმართულებით. მაგალითად, პირველი შეიძლება იყოს დივანი, შემდეგ ტელევიზორი, შემდეგ არ ვიცი, საწოლი, შემდეგ შეიძლება იყოს ფანჯარა, შემდეგ გამათბობელი და ასე შემდეგ 5. და ეს კარგი იქნება თუ ფურცელზეც ჩაიწერ პირველი ოთახი, 5 ლოკაცია. ესენი არის ლოკაციები, 5 ლოკაცია უნდა აარჩიო. ლოკაცია არის, ასე ვთქვათ, რაღაცას, რაშიც ჩაიკეტება შენი მოგონება, მეხსიერება, რის ინფორმაცია, რისი დამახსოვრებაც გსურს. და კაი, გააკეთე მსგავსი რამ. 5 ლოკაცია. კარგი, სიტყვაზე პირობითად. პირველი არის საწოლი. მეორე არის მაგიდა. მესამე არის კარადა, მეოთხე არის დივანი და მეხუთე იყოს ფანჯარა სიტყვაზე. ახლა ნახე, შენ უკვე გაქვს 5 ლოკაცია, რომელიც თანმიმდევრულად იცი, შეიძლება ეგრევე არ დაგამახსოვრდეს, მაგრამ უკვე დაახლოებით იცი. რო გითხრა, არ ვიცი, მესამე შენთან რომელიც არის მაგალითად მაგიდა ან რამე, უკვე იცი. მაგიდა მესამე არის, კაი. და გვაქვს სია. პირველი არის სტაფილო. რაც უნდა დავიმახსოვროთ და ვიწყებთ მარტივით უბრალოდ რომ გაჩვენოთ ამით რა შორს შეგიძლიათ რომ წახვიდეთ. პირველი არის სტაფილო, რომელიც გვინდა რომ დავიმახსოვროთ და იყოს სიაში პირველი. პირველი თუ ჩემი ლოკაცია არის საწოლი. მე რას ვაკეთებ? მე ვიღებ ნახატს და ვაკეთებ ასოციაციას ლოკაციასთან. გაქვს ინფორმაცია, რომელიც უნდა აქციო ნახატად, ამ შემთხვევაში სტაფილო არის და გაქვს ლოკაცია. პირველი ლოკაცია ჩემ შემთხვევაში არის საწოლი. ვიღებ ინფორმაციას, რომელიც უკვე არის ვიზუალური. ნუ სტაფილო ისედაც ვიზუალურია, მაგრამ ეს კონცეპტები შეგიძლია დაიმახსოვრო, თუ კი ვიზუალური ფორმა მიეცი, ამაზე მე ვისაუბრებთ. და წარმოვიდგენთ ასეთ რამეს. სტაფილო, გიგანტური სტაფილო, რომელიც გახვეული არის საწოლში და კარგად ძინავს. გახვეულს ძინავს. წარმოვიდგინე. საწოლში გახვეული სტაფილო უზარმაზარი, რომელსაც ძინავს და თან კარგად არის გახვეული. ეს რა მოხდა? ახლა ჩვენ ავიღეთ ინფორმაცია, რომელიც დავუმაგრეთ ლოკაციას და მორჩა, გახსოვს. ეს აღარ დაგავიწყდება. კაი, მეორე ავიღოთ. მეორე იყოს მაგალითად რაკეტა. არა, რაკეტა არ არის, სტაფილოს გავს, რამე სხვა იყოს. მოდი მაგალითად სიგარეტი. სიგარეტი არის მეორე რამ, რაც უნდა დავიმახსოვროთ. და მეორე ლოკაცია არის მაგიდა. და უცებ რას წარმოვიდგენ? წარმოვიდგენ მაგიდას და აქ მნიშვნელოვანი არის რომ რაღაცა ცხადად წარმოიდგინო. ამას რო სჭირდება რა თქმა უნდა რომ შეეჩვიო რომ უცებ ნახატი ძალიან ისეთი გააკეთო ცხადი, სუნიც კი უნდა იგრძნო თითქმის, ტექსტურა ცხადად უნდა წარმოიდგინო და ეგრე დაუმაგრო ლოკაციას. ამას რო სჭირდება, შეიძლება ახლა დაგჭირდეს 10 წამი, მაგრამ ძალიან მცირე პრაქტიკა სჭირდება რომ ეგ ჩამოიყვანო 3 წამზე. და ეგ რას ნიშნავს რომ თუ კი სიტყვაზე გაქვს 50 ლოკაცია, თითო ლოკაციაზე თითო ინფორმაციას დაამაგრებ 3 წამში. ანუ 50 რამეს ისწავლი ფაქტობრივად არადროში. ისწავლი რა დაიმახსოვრებ და თან არ დაგავიწყდება. ეს სკილი არის ის რაც შეგიცვლის ცხოვრებას თუ კი დებილი არ ხარ და გამოყენება მოუწებნე. ელიტარულო მაყურებელო, ეს იყო პატარა ამონარიდი მასტერკლასიდან სრული დაულევი მასალა, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის ცხოვრება არაერთ ასპექტში შეცვალა უკეთესობისკენ. გელოდება დახურულ არხზე nikosvanidze.com დრო არ უნდა დადგე ბრბოზე მაღლა და ამისთვის ეს არხი არის იდეალური. გელოდებით ელიტარულ სივრცეში.